დღეს განვიხილავ ტრეიდს, რაც რავი, მე მგონი ამ წელს ყველაზე დიდი ტრეიდი იყო, რაც დავიჭირე. არ ვიცი, ძალიან დიდი მოძრაობას გავს, არ დამითვლია. თითო აკაუნტზე მოვიგე $1000, მეტის ცნობა თქვენთვის საჭირო ხალხო არ არის. და ეს გავაკეთე სულ რაღაც 9 საათში 40 წუთში. არა პირველი პროფიტი ძალიან მალე ავიღე 13 წუთში. და განვიხილავ დღეს ამ ტრეიდს. პირველ რიგში, მოდი შევხედოთ 5 წუთიანს. რას უყურებდი 5 წუთიანს? ნუ ჯერ მაღალ time frame-ზე, რა თქმა უნდა, მარკეტს მიზეზი აქვს კომენტ ჩამოსასვლელად, ძალიან დიდი expansion-ი ჰქონდა და აი ამ high-ებზე გავიკეთეთ SMT. ხო, ES-თან, შევხედოთ ქვემოთ, რომ გქონდა SMT. ხო? ეხლა რა ხდება? გადავედი 5 წუთიანზე და ვხედავ ამ SMT-ის შემდეგ, მოდი აქაც გადავედი 5 წუთიანზე. ვხედავთ ამ SMT-ის შემდეგ, ფასი დაეცა, არაფერი არ გაუკეთებია, ჯერ აქ არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს. კონსოლიდაციაში იყო და ეს ტრეიდი გავხსენის სავარაუდოდ კი არა და შესაძლოა მაკრო დროის ჭრილში გავხსენი ამაში. მე მქონდა 5 წუთიანზე displacement-ი, ეს ის მოდელია, რა მოდელზე საკამდე დიდი ხანია ვსაუბრობ, რა ვიდეოც გადავიღე თქვენთვის ხალხო და ეს მოდელი ავხსენი, იგივე არის, არაფერი განსაკუთრებული. 5 წუთიანზე გაკეთდა feral gap-ი, აი აქ უკვე ფას retracement-ი ქონდა, ეს 15 წამიანი ჩარტი არის, აქაც 15 წამიანზე გადავიდეთ. ამის live execution-იც მაქვს და აი ამ ვიდეოს მერე ამის შემდეგ live execution დაიდება, რაც ძალიან ლამაზი სანახავია და მაგ live execution-ს უყურეთ. მეორე ვიდეოს და დღეს ორი ვიდეოს დავდებ YouTube-ზე. ძალიან ლამაზი სანახავი იქნება, მაგ ვიდეოს ყურებას გირჩევთ. შემდეგ რა ხდება? აი აქ პირდაპირ ფასი რო ადგილ შორტია 911. 911, ხო აქ ეს დროპი რო ქონდა 911.50-ზე, აი აქ, ხო? აი გავშორდა პირველი, stop loss-ი მეყენა აი order block-ის ზემოთ, აი აქ მეყენა stop loss-ი თავიდან. მერე ჩამოვიდა, ეს feral gap-ი რო დაინვერსდა, ხო? რო ჩაიხურა ტანი ქვემოთ, დავამატე. მერე retracement-ი რო ქონდა კიდევ, აი აქ, საბოლოოდ. კიდევ დავამატე და live execution-ში გამოჩნდება, რაც უნდა ნახოთ. ეხლა სიტყვით ანუ აქ არ გეტყვით. live execution-ში ამის შემდეგ რა ვიდეოსაც დავდებ, იქ გამოჩნდება stop loss როგორ ვამოძრავებდი, risks როგორ ვაკონტროლებდი და სად როგორ ვამატებდი, თან წინასწარ ვსაუბრობდი ამ ყველაფერს. ავიდა აი აქ და მერე უკესო, აქ ეს საკმარისი კონტრაქტებით ვარ, 9-12 კონტრაქტი ვიყავი. საკმარისი კონტრაქტებით ვარ. პირველი ფარშალი, სადაც ავიღე, იყო აი აქ. აი უბრალოდ ამ სანთლის ლოუზე საკმარისი risk to reward-იც არის და კარგი ადგილი არის, სადაც შეიძლება retracement-ი დაიწყოს ფასმა. ჩამოვიდა, ჩემი ფარშალი ავიღე 7 კონტრაქტი პირველი. მე დიდი ხანი კონსოლიდაციაში ვიყავით. აქედან მეგონა რომ ეგრევე ჩამოვიდა და მაგრამ დროის არ შემიხედავს და დამოწერო 90 იყო. მე რეკორდინგი გავთიშე. მარკეტს 90-ზე ძალიან დიდი манипуляცია ჰქონდა. მე stop loss-ი ძალიან კარგად მედო, იმიტომ რომ შეხედეთ, აი ეს ადგილი რა, ეს манипуляცია სადაც არის? манипуляცია იყო აი აქ 5 წუთიანზე რო გაიხედოთ BPR-ში. ეს inversion-ია და ეს feral gap-ია აქ რა, რაც ჩოლოდ ნორმალურია, მე stop loss-ი break even-ზე რომ მქონდა, რა თქმა უნდა, სადღაც აი აქ მქონდა stop loss-ი, სრულიად დაცული ვიყავი, ისეთ პრემიუმში იყო რომ თუ BR-ში იყო და ეს low resistance liquidity რაც აქვს თუ უნდა აიღო, არა ვიდოდა ჩემ stop loss-თან რა, ხო? ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანი რაზეც გამოხილება დამოვიწყდა თავიდან ყურადღების იყო, აი ეს liquidity. ძალიან ლამაზი, ძალიან მარტივად დასათარგეთებელი liquidity, low resistance liquidity და აგერ ვხედავთ აქ partial-ის მერე დიდი ხანი კონსოლიდაციაში ვიყავი, მერე манипуляცია ზემოთ 90-ზე და ჩამოვიდა ჩემ ორივე take profit-ი მედო, კიდე 5 კონტრაქტი კიდე take profit-ები მედო, მაგასაც ჩაარტყა. ეს იყო დღეს აი ამ ტრეიდის სრული განხილვა. Live execution-ს ნახავთ ახლა ამ ვიდეოს შემდეგ, ამიტომაც გადადით, მაგ ვიდეოს უყურეთ, ძალიან გაგისწორდებათ, რაღაცა მაგარი მუსიკასაც ავარჩევ და შევუჯექით.